თუ რა მნიშვნელობა აქვს პედაგოგიურ ნაწილს თუნდაც აი ამ ფესტივალის ფარგლებში და ერთი საინტერესო სიუჟეტი მინდა რომ შევთავაზოთ ჩვენს ტელემაყურებელს ქეთი ჩხეიძეზე რომელიც კი ბატონო მსახიობი ქეთი ჩხეიძე რომელიც მის პედაგოგს სწორედ გიზო ჟორდანიას იხსენებს და საინტერესო მოგონებები აქვს მას კი და იხსენებს მის ჯგუფს ზოგადად რა გავლენა მოახდინა მასზე ამ ყველაფერმა ასევე რა მოგონებები აკავშირებს მას 26 მაისთან თარიღთან რომელიც გუშინ მთელმა ქვეყანამ აღნიშნა მოკლედ ვნახოთ ზაკ მირიანაშვილის სიუჟეტი მსახიობ ქეთი ჩხეიძის შესახებ ხელი მოტრიალდა ვინ ვარ მე ეს შეკითხვა სულ არის მუდმივია თავი რომ ამაწყოთ ახლა ხო რამდენი პერსონაჟიც მოდის, იმდენჯერ მაქვს ეს შეკითხვა. ეს ასე მგონია, რომ ეს მუდმივი პროცესია. სულ მუდამ ეძებ შენ რაღაცა შენ თავში კარგსაც და ცდილობ, რომ ცუდი დათრგუნო და კარგისკენ წახვიდე. მოგასაგებია, ეს არის პრეტექსტი. ხო და რატო ქვია ამას შემოქმედება? იცი რა როგორ არის? გადიხარ და შემოდიხარ. გადიხარ და შემოდიხარ. ეხლა დეზერტირის ბაზარში რომ მივდივარ, არ ვფიქრობ ამაზე, მაგრამ გზაში მე მაინც ვიწყებ ფიქრს, ხო? ჩემს, თეატრზე, ჩემს სტუდენტებზე, როლზე, რომელიც მაქვს იმ მომენტში თუ მუშაობ. ყველა პროფესია ესეა. მე არ ამგონია რომ მარტო მსახიობები ვიყოთ ესე მოცულები. და ეს იყო გიზო ჟორდანია და ახალგაზრდობა. აი ეს იყო ეს. სატრფოს ველი. როცა ახალგაზრდა ხარ, უკიდეგანოა შენი აი თავგანწირვის მდგომარეობა. იმ პერიოდში მე ცოტა უფრო როგორ გითხრათ, ცოტა უფრო ზერელე, ბევრად უფრო თავისუფალი, უფრო მხიარული, უფრო ესეთი ადვილად უყურებდი რაღაცებს და ეხლა აღარ. ეხლა უფრო მაშინ ემოცია მეტი იყო და ეხლა ფიქრია მეტი. გიებივით ვიყავით, არ მოგვეკითხებოდა. სცენაზეც ესე ვთამაშობდით. რომელიც მე რაღაცა როგორც აი ტალღები, მეცხრე ტალღა ესე გადადის დარბაზზე და თუ ისინი ბევრნი არიან, ეს ძალიან დიდ რაღაცა ჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის რა. ეს ისტორია დაიწყო ჩვენ მიგვიპატიშეს გლაზგოს ფესტივალზე და გიზომ გითხრა რომ აბაო ეხლაო ჭკვიანათო. ანუ ამაში იგულისხმებოდა ჩვენი ქცევა, იქ ურთიერთობები და ცოტა მომზადებულები უნდა წავიდეთ. ეხლა აეროპორტში მრავალჟამიერის არეულად სიმღერა და ის არ დაიწყოთ. და კონსერვატორიიდან მოიწვია ლოტბარი, რომელმაც ჩვენ რამოდენიმე ქართული სიმღერა დაამუშავა ჩვენთან და გვასწავლა. და ვიცოდით, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვთამაშობთ სამანიშვილის დედინაცვალს. და მე ალბათ რაღაცა ან სუფრა იქნება, ან შეხვედრა იქნება, სპექტაკლის მერე გასაუბრება იქნება და ჩემო კარგო ქვეყანა, რაზეც მოგიწყენია, მომზადებული გვაქვს დონეზე. ხმებში და ისე, ხო და რო დამთავრდა სპექტაკლი, დიდი ოვაციები და დიდი ამბავი იყო და დაიყვირა ვიღაცამ დარბაზიდან სონგ, სიმღერაო. გამოვედით, ჩავმწყრივდით და დავცხევთ. თან მღერით, თან ტირით, თან
ნუ თან 26 მაისია და ნუ წივილი, ბრავო, ისა, ესა და უცებ დარბაზში ნელ-ნელა დგება ხალხი. ერთი, მეორე, მესამე და იწყებენ თავიანთი შოტლანდიური ჰიმნის სიმღერას. ჩვენ საპატივცემლოდ გვიპასუხეს. ეხლა აღარ არის სიტყვები საჭირო, გასაგებია იქ როგორი ემოციური ეს დაჩაგრული შოტლანდია და ჩვენ რა დღეში ვიყავით საქართველო. ორი პატარა ქვეყანა, რომელიც მუდმივად აი ამ წნეხის და ჩაგვრის მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი იმის ფონზე თან კლდიაშვილი ვითამაშეთ და კლდიაშვილი მთლიანად ამაზეა. ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა მაშინ. და ამიტომ აი ამ დიდი მოვლენის ქვეშ და ამას კიდე სათავეში ედგა ისეთი კაცი, როგორც გიზა ჟორდანია იყო და შეიკრა რაღაცა. სიამაყის გრძნობა გაგვიჩნდა. ეს უმნიშვნელოვანესი თვისება ადამიანისთვის, რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე, ხო? ვინ ხარ შენ? და როცა ვამბობ, რომ მე ვარ ქართველი, მეტი არაფერის თქმა აღარ მინდა. როგორც ჰაერი, წყალი, აი ესეთი მდგომარეობა, როცა მე მეძლევა იმის საშუალება, რომ რაღაცა დაგროვილი ჩემში რაც არის, ეს გამოვთქვა. და ამას აღმოუჩნდა მსმენელი. ეს არის ჩემთვის ბედნიერება. ეხლა მე გიზოს რას ვკითხავდი, ამას წინათ ახალი როლი ვითამაშე და სულ ალბათ რო ყოფილიყო ჩემ გვერდზე ვკითხავდი რა, ეს როგორ გავაკეთო, ეს ივარგებს, აი ასე ვფიქრობ, ესე მინდა გამოვიყურებოდე და სწორია თუ არა და ასე შემდეგ. პრინციპში ეს მთელი ცხოვრება ესე იქნება. იმიტომ რომ ოსტატი პედაგოგი ამას ნიშნავს საერთოდ, რომ შენ სულ მოწაფე ხარ.